თანამედროვე კომპიუტერის შემადგენელ კომპონენტებს წარმოადგენს მაგალითად არის დედაპლატა, ხო? აი მაგალითად მოდი არის დედაპლატა, იგივე მაზერბორდი. პირველი ესეთი კომპონენტი ავიღოთ, ასე ვთქვათ. და თუ დავაკვირდებით სურათს, ნახავთ, რომ ეს არის ესეთი კომპონენტი, სადაც მოთავსებულია, ანუ ერთდება ყველა სხვა დანარჩენი კომპონენტები. ყველა აქ ჩამოთვლილი ეს არის, რა თქმა უნდა, სურათზე ნაჩვენები ეს არის ყველა დედაპლატა, იგივე მაზერბორდი. ანუ განსხვავებები, რა თქმა უნდა, არის, ამას ჩვენ გავივლით, რა განსხვავებები არის აი ამ დედაპლატებს შორის, როგორ შევარჩიოთ შერჩევის პრინციპი, და ვთქვათ, თუ ერთი დაზიანდა, ვთქვათ, ხო, აი და მიზიანდა ეს პლატა. შემიძლია თუ რა ჩავანაცვლო აი ამით ან ამ პლატით და თუ არა, რატო და ასე შემდეგ, ანუ რა განსხვავებები არის აი ამ პლატებში განვიხილავთ. მოკლედ პირველი კომპონენტი, როგორც გითხარით, ეს არის დედაპლატა, სადაც მოთავსებულია ანუ ერთდება სხვა დანარჩენი კომპონენტები. მეორე კომპონენტი შეიძლება შევთქვათ, ეს არის CPU, Central Processing Unit. ცენტრალური გამომთვლელი პროცესორი, ანუ მოკლედ პროცესორი, რო ვთქვათ რა. აი ეს არის პროცესორი. ანუ ჩვენ პროცესორს ვეძახით ხოლმე, აი ხშირ შემთხვევაში მთლიანად ყუთს. case ვეძახით ხოლმე პროცესორს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ორი დასახელება, ეს არის სისტემური ბლოკი, ესე ქვია. case შეიძლება ცარიელსაც დავარქვათ, თუმცა შეიძლება უწოდოთ case, მაგრამ ზოგადად რაღაც აწყობილია და სისტემაში მოყვანილია, მას უმჯობესია უწოდოთ სისტემური ბლოკი. ხოლო პროცესორი, თვითონ უშუალოდ აი ეს პროცესორი არის, აი ეს დეტალი, რასაც ახლა ჩვენ უყურებთ აი აქ. ანუ ეს არის კომპიუტერის ტვინი, სადაც მოკლედ ხდება გამოთვლები, ინფორმაციის დამუშავება და ასე შემდეგ. ანუ როგორც გითხარით, ახლა აი პროცესორი ამ სურათზე უკვე ნაჩვენებია თუ როგორ თავსდება დედაპლატაზე. აი იმ პლატაზე, რაც ეხან გაჩვენეთ. შემდეგი კომპონენტი შეიძლება ითქვას, ეს არის მაგალითად ოპერატიული მეხსიერება. რა. Random Access Memory. ეს შეიძლება გაიშიფროს აი ეს აბრევიატურა. ეს. ანუ დროებითი მეხსიერება. და აი ეს კომპონენტი, რასაც ახლა თქვენ სურათზე უყურებთ, აი ეს არის სწორედაც ოპერატიული მეხსიერება. ნუ ზომაში თუ დავაკვირდებით, განსხვავება არის და ეს არის მაგალითად ნოუთბუქისთვის და ამიტომ არის ზომაში პატარა. აი ეს ჩვეულებრივი პერსონალური კომპიუტერისთვის და ეს, ასე ვთქვათ, ნოუთბუქისთვის. შემდეგი კომპონენტი მაგალითად არის მყარი დისკი. იგივე Winchester-ი, ასე ვთქვათ, შეიძლება ესე ითქვას. არის მუდმივი მეხსიერება. ნუ რაც შეეხება მყარ დისკთან დაკავშირებულ საკითხებს, ამას განვიხილავთ მე, რომ ნუ აქ არის HDD, SSHD და SSD, რა განსხვავებებია ამაში და ასე შემდეგ, ამას რა თქმა უნდა განვიხილავთ შემდეგ გაკვეთილებზე. უბრალოდ ახლა ესე ზოგადად მიმოვიხილოთ, თუ რა კომპონენტებისგან შედგება ჩვენი, ასე ვთქვათ, კომპიუტერი. ანუ ეს არის მყარი დისკი, ასე ვთქვათ. ანუ მოკლედ რო ვთქვათ, მუდმივი მეხსიერება. ანუ სადაც ინახება ყველა ინფორმაცია, რაც ჩვენ კომპიუტერში გვაქვს. ანუ სურათია, მუსიკა, თუ რაც არის, ყველა. ასე ვთქვათ. ინფორმაცია ინახება აი ამ კომპონენტში. ნუ შემდეგი კომპონენტი შეიძლება ითქვას, ეს არის მაგალითად ვიდეო დაფა.
ვიდეო კარტა, გრაფიკული კარტა, გრაფიკული ბარათი, ვიდეო ბარათი, რავი, ბევრნაირად მოიხსენიებენ. და ეს არის ასე ვთქვათ, რასაც ახლა აქ უყურებთ. ვიდეო ბარათი. საკმაოდ ძვირიღებს გარკვეული. კი, საკმაოდ ძვირიღებს გააჩნია მის სიმძლავრეებს, თუმცა ძვირი ყველა კომპონენტი ღირს გააჩნია, ასე ვთქვათ, მის სიმძლავრეებს. ანუ ესე იგი აქ მიერთებულია მონიტორი ამ ვიდეო ბარათზე, რომელიც ესე იგი გამოსახულებაზეა პასუხისმგებელი. და ასევე ვისაც უყვარს, ვთქვათ, ძლავრი თამაშები, მისთვის, ასე ვთქვათ, კარგია ძლიერი ვიდეო კარტა ქონდეს კომპიუტერში და ასევე ვინც მუშაობს არქიტექტურაში, ზოგადად გრაფიკულ პროგრამებში, იმისთვის არის ასევე განკუთვნილი, ანუ უმჯობესია გრაფიკული ბარათი, ანუ ვიდეო ბარათი ქონდეს ძლავრი კომპიუტერში. მოკლედ, ესეც ასე ვთქვათ, ერთ-ერთი კომპონენტი, მთავარი კომპონენტი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი, რა თქმა უნდა, ვიდეო ბარათი. ну ასევე შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ასევე კვების ბლოკი კომპიუტერში. და ეს არის ასე ვთქვათ, კვების ბლოკები, საიდანაც ასე ვთქვათ, ელექტროენერგია მიეწოდება კომპიუტერს. ანუ აი ეს ნაწილი, რომელიც ჩადგმულია კეისში, აი ამ ადგილიდან უერთებთ ეგრეთ წოდებულ შტეპსელში შეიძლება ესე ითქვას. დენის წყაროში, ხო, რა თქმა უნდა, და აქედან უკვე ეს კაბელები გადანაწილდება, კი ბატონო, დედაპლატა იქნება, ყარი დისკი, დისკ-წამკითხი თუ ასე შემდეგ. მოკლედ, ну ამასაც რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, დიდი განსხვავებები აქვს ერთმანეთში. არის რეალური და არარეალური კვების ბლოკები, თუ მაგალითად შეიძლება ითქვას ესე, რომ თუ კომპიუტერი მძლავრია, რა თქმა უნდა, იქ მით უმეტეს ვიდეო კარტა, თუ მძლავრი ვიდეო კარტა, რომელსაც ყველაზე მეტი დენი მიაქვს, ასე ვთქვათ, ენერგია მიაქვს. შესაბამისად, რეალური კვების ბლოკი სჭირდება. ну მე იქ არის 80 პლუსები და ასე შემდეგ, ამას რა თქმა უნდა განვიხილავთ გზა და გზა. მოკლედ, შემდეგი კომპონენტიც, ასე ვთქვათ, ეს არის ყარი დისკ წამკითხი, optical disk drive. ეს არის ეს optical disk drive. ანუ ყარი დისკ წამყვანი. მოდი ნახოთ კიდე უფრო სხვანაირად. აი ესეთი ყარი დისკ წამყვანია HDD, ეს არის optical disk drive, ასე ვთქვათ, ოპტიკური დისკ წამკითხი. არის ასე ვთქვათ, აი ეს ნოუთბუქისთვის მაგალითად. მიკროფონები გამორთეთ, ხალხო, მიკროფონები გამორთეთ, თუ არ გჭირდებათ, იმიტომ რომ ეს ვიდეო იწერება და თავისთავად თქვენთვის არის ცუდი მოსასმენად. ესე იგი, ეს არის ნოუთბუქისთვის, ეს ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, პერსონალურისთვის და ასევე აი როგორც ამ სურათიდან ჩანს, არის გარე წამკითხი. ანუ ყარი დისკიც არის და ესეც გარედან მისაერთებელი, ასე ვთქვათ, დისკ წამკითხი. თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავ, დღესდღეობით ნელ-ნელა თითქოს და გადადის მოხმარებიდან და თანამედროვე ნოუთბუქებს აღარ აქვს, ასე ვთქვათ, ეს წამკითხი, თუმცა ჩემი აზრით მაინც ინარჩუნებს აქტუალურობას და ჯობია, რომ აი გარე წამკითხი მაინც გქონდეს. მის გამო, რომ თუნდაც ინფორმაცია შევინახოთ მაგალითად დისკებზე. ფლეშ მეხსიერება კიდევ ერთხელ აღნიშნავ და ადრეც გითხარით, რომ არ არის მაინდა-მაინც სანდო ინფორმაციის შესანახად, იმიტომ რომ მარტივად შეიძლება დავირუსდეს
ეგრეთ წოდებული ფლეშკები და მოგთხოვს მთლიანად დაფორმატება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ინფორმაცია უნდა წაიშალოს. აქედან გამომდინარე, რომ ყველაზე კარგი ვარიანტი არის დისკზე ჩავწეროთ ის ძალიან საჭირო ინფორმაცია და მერე უკვე დისკ წამკითხიდან, ასე ვთქვათ, გავხსნით ძალიან თავისუფლად. მოკლედ ეს ჩვენი კომპონენტები, რაც ჩამოუთვალეთ, ამ კომპონენტებისგან შედგება თანამედროვე, ასე ვთქვათ, კომპიუტერი. ეს არა მარტო პერსონალური კომპიუტერი, არამედ იგივე ჩვეულებრივი ლეპტოპიც აი ამ კომპონენტებისგან შედგება. რა თქმა უნდა, ნელ-ნელა ჩვენ განვიხილავთ სათითაოდ ამ ყველა კომპონენტს, თუ რა დანიშნულება აქვს მაგალითად თეულ ამ კომპონენტს, როგორ შევარჩიოთ და ასე შემდეგ. აი თუნდაც ავიღოთ მაგალითად ერთ-ერთი კომპონენტი, ეს არის დედაპლატა. და როგორც გითხარით, ეს არის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი, რაზეც შემდეგ უნდა დავაშენოთ სხვა დანარჩენი კომპონენტები. აი მაგალითად ზოგადი მიმოხილვისთვის ავიღოთ თუნდაც აი ეს პლატა. ოპერატიული და აი მაგალითად აი აქ მოთავსდება პროცესორი, აი ბუდეში, რომელსაც სოკეტი ჰქვია. არა მარტო ოპერატიულები, ვიდეო კარტას და ასე შემდეგ. აი აქ, აი ამ ადგილზე პროცესორი, აი ამ სლოტებში, ასე ვთქვათ, ოპერატიულები მოთავსდება. აი ამ სლოტში, რომელსაც PCI Express სლოტი ჰქვია, ვიდეო ბარათი მოთავსდება და დანარჩენ მოდი უფრო ესეთი სურათი გავხსნათ, სადაც კარგად ჩანს ეს ყველა დეტალი და ეს ადგილი. აი თუნდაც იყოს ეს, მოდი შეიძლება ეთქოს გადმოვწეროთ და რო კარგად განვიხილოთ. აი მაგალითად ესე იგი ეს არის ასე ვთქვათ, როგორც ვთქვათ, დედაპლატა. სადაც აი ეს ასე ვთქვათ, ბუდე, ანუ სოკეტი ინგლისურად, სადაც მოთავსდება პროცესორი. აი ეს სლოტები, სადაც მოთავსდება ოპერატიული მეხსიერება, აი აქ. ასევე PCI Express სლოტი, სადაც მოთავსდება ვიდეო ბარათი და ზოგადად ყველანაირი PCI Express ასე ვთქვათ, device-ი, ანუ მოწყობილობა, თუნდაც Excel-ის კარტა იქნება თუ რაც იქნება, აი აქ მოთავსდება PCI Express სლოტში. ძირითადად აქ მოთავსებთ ხოლმე სტანდარტულად ვიდეო ბარათს. ასევე აქ მოთავსებული აი ეს SATA პორტები, სადაც SATA მოწყობილობას მივაერთებთ მაგალითად იგივე მყარ დისკს, Winchester-ს და ასევე დისკს წამკითხს მაგალითად SATA პორტებში. ეს ახლა აქ მოცემული პლატა ეს არის ძველი დედაპლატა და აქვე მოთავსებულია ნახეთ ID პორტიც. ეს ID პორტი, რა თქმა უნდა, დღეს თანამედროვე დედაპლატებში ეს ლურჯად რაც ჩანს, აღარ გვხვდება, იმიტომ რომ ძველი პორტია და აქ ვათავსებდით შესაბამისი ინტერფეისის მქონე, ანუ ID Winchester-ებს და ID დისკ წამკითხებს. რა თქმა უნდა, ეს დღესდღეობით უკვე თანამედროვე დედაპლატებში, როგორც გითხარით, აღარ გვხვდება, იმიტომ რომ მისი გამტარობა, ასე ვთქვათ, ვერ უზრუნველყოფს თანამედროვე მოთხოვნებს და აქედან გამომდინარე უკვე გადავიდნენ კარგახანია, რა თქმა უნდა, SATA პორტებზე და უკვე თანამედროვე დედაპლატებზე გვხვდება ეს SATA პორტი. თუმცა კიდევ უფრო ახალ დედაპლატებზე
ასე ვთქვათ, SSD-M2 ესე ქვია, SSD-M2 პორტი უკვე იქ თავსდება თანამედროვე მყარი დისკიათ, ნუ Winchester-ი თუ რაღაც ასე ვთქვათ, უწოდოთ SSD მეხსიერება მოკლედ. ამ დედაპლატაზე ეგ პორტი არ არის აჩვენები, იმიტომ რომ ეს ამ დროისთვის ეგ M2 პორტები არ იყო, ანუ M2 მეხსიერება არ იყო. არ არსებობდა და აქედან გამომდინარე ამ დედაპლატაზეც არ აქვს. თუმცა კიდევ ერთხელ დავუნიშნავ, რაც აქ არის მოთავსებული, არის პროცესორის ბუდე, ოპერატიული სლოტები, SATA პორტები, სადაც ვაერთებთ, როგორც გითხარით, hard disk-ს, ანუ Winchester-და დისკს წამკითხს, ID პორტი, რომელიც ძველია და აქ უერთდებოდა იგივე მყარი დისკი და დისკს წამკითხი და ასევე მოთავსებული არის ამ დედაპლატაზე PCI პორტები, PCI სლოტი. ეს არის PCI Express სლოტი, არაგვერიოს ერთმანეთში ეს ნარინჯისფერი სლოტი, ეს არის PCI Express სლოტი, ხოლო ეს სლოტები არის PCI სლოტები. რა განსხვავება არის ახლა ამაში? ზოგადად აი ამ PCI სლოტებს, რომელსაც თეთრი სლოტებია, უწოდებენ გაფართოების სლოტებს. ანუ რას ნიშნავს ეს? რომ აი აქ ჩვენ ამატებთ დამატებით მოწყობილობებს, მაგალითად. აი ელემენტარული თუ ჩვენ არ გვინდა რომ კაბელით მივერთდეთ ინტერნეტში, შემიძლია ვიყიდო Wi-Fi მიმღები და ჩავსვა აი აქ და როგორც ნოუთბუქის ვარიანტში, აქაც მივიღებ უკაბელო Wi-Fi ინტერნეტს. თუ კი აქ ჩავსვამ Wi-Fi მიმღებს. ან იგივე მაგალითად თუ დამიზიანდა ხმის ბარათი, რომელიც აი აქ ერთდება მაგალითად ეწოდებული ხურსასმენი იქნება თუ დინამიკი, შეიძლება ესე ითქვას. თუ კი დამიზიანდა მე ხმის ბარათი, მე შემიძლია ვიყიდო ხმის ბარათი, ჩავსვა აი აქ და უკვე აი აქ მივაერთო. აი მაგალითად როგორი იქნება ხმის ბარათი და როგორ მოვათავსებთ აი აქ. აი მაგალითად sound card, აი ესეთნაირად. აი ეს ბარათი შემიძლია ვიყიდო, თუ კი დამიზიანდა ინტეგრირებული, ანუ რაც ქარხნულად აქვს დედაპლატას, აი მოდი ნახოთ. რაც ქარხნულად აქვს დედაპლატას, აი აქ ჩამონტაჟებული, თუ კი ეს დამიზიანდა, მე ავიღებ აი ამ ხმის ბარათს, ჩავსვამ აი ამ სლოტში და მივაერთებ აი აქ დინამიკს. ასევე თუ თქვა დამიზიანდა ქსელის ბარათი, ხო? იგივე მაგალითად. აი ესეთი ბარათი, ქსელის ბარათი, ანალოგიურად, აი მაგალითად მეორე სლოტში ჩავსვამ აი ამ ქსელის ბარათს და აი აქ მივაერთებ ქსელის კაბელს. ანუ გაფართოების სლოტები, ანუ გაფართოების საშუალებას ეძლევა. თუმცა როგორც აღნიშნეთ ჩვენ, ეს არის ძველი დედაპლატა და შესაბამისად როგორც ახალ დედაპლატებზე არ არსებობს უკვე აი ეს ID პორტი, ასევე ახალ დედაპლატებზე აღარ გვხვდება უკვე PCI გაფართოების სლოტი, რადგან ეს ვერ უზრუნველყოფს თანამედროვე გატარებას, ასე ვთქვათ, თანამედროვე სიჩქარის გატარებას და ამიტომ უკვე ეს PCI Express სლოტები ჩაანაცვლა PCI Express სლოტებმა. იმ ბატარეას რა დანიშნულება აქვს? კი ბატონო, მივალთ მადამდე და ყველა ესე იგი დედაპლატაზე უკვე გვხვდება PCI Express სლოტები და რა თქმა უნდა როგორც ვიდეო ბარათს, ასევე უკვე ხმის ბარათსაც და ქსელის ბარათსაც, აი აქ შესაბამისი იქნება შეხედეთ, აი თუ დავაკვირდებით ახლა აი ამ ბარათს, აი ეს საკონტაქტო არე სხვანაირი აქვს, აქ სხვანაირი აქვს, აქ სხვანაირი აქვს. ესე იგი როცა ვყიდულობთ ჩვენ ქსელის ბარათს და აი თუნდაც იქ დაგვაზუსტებინებენ რომ
PCI ქსელის ბარათი გვინდა თუ PCI Express-ი, ხო? თუმცა PCI ძველია და თუ თანამედროვე დედაპლატა გაქვთ უკვე PCI Express სლოტები იქნება ყველა. კი ბატონო, მივიდეთ აი ამ ასე ვთქვათ ელემენტის დანიშნულებამდე. ამას ქვია BIOS-ის ელემენტი, ესე უწოდებენ BIOS-ის ელემენტი, რომელიც ასე ვთქვათ აკონტროლებს თარიღს, დროს ჩვენს კომპიუტერში. საკმაოდ დიდი რესურსი აქვს, მე მგონი 10 წლიანი რესურსი ალბათ, რა ვიცი, შეიძლება მეტიც. და თუ ეს მაგალითად ყოველდღიურად თქვენ ჩართავთ კომპიუტერს და თარიღი არეული იქნება ყოველდღიურად, ეს დიდი შანსია, რომ იყოს BIOS-ის ელემენტის ბრალი, ანუ გამოსაცვლელი იქნება. ამიტომ კომპიუტერსაც არ რაღაცა უჭირდა რა, ანუ არ თავდასავით თუ რაღაცა არ მახსოვს ზუსტად და აი ეგრევე შევცვალე, მე თავისუფლად ჩაერთო რა ვაფშე ყველაფერი. ჩართო არ თავდა ხა პირობითი ნათქვამია, შეიძლება იქ რაღაც BIOS-ის წარწერები გამოგქონდა, ანუ იქ F1-ი თხოვდა, ან F4-ს ან რაღაცა. ხო, ასეთ შემთხვევაში კი ბატონო. F4-ს. ხო, კი ბატონო, ყოველ ჩართვაზე შეიძლება გამოიტანოს, რომ ან F1-ს უნდა დააჭირო, ან F4-ს. თუ შეცვლი BIOS-ის ელემენტს და იქ BIOS-ს გაასწორებ, მე მაგასაც ვნახავთ. შესაბამისად აღარ გვექნება ეგეთი პრობლემა. ანუ მოკლედ თარიღს და დროს, ესე იგი, აკონტროლებს ეს BIOS-ის ელემენტი. ამიტომ თუ თქვენ თარიღი არეულია თქვენს კომპიუტერში, რა თქმა უნდა, ინტერნეტთან წვდომაც არ გექნებათ მარტივად და თუ ყოველ ჩართვაზე თარიღის გასწორებას ითხოვს კომპიუტერი, ესე იგი BIOS-ის ელემენტი უნდა შევცვალოთ. თან მარტივია მაგის შეცვლა. აი აქ მოვიდავნთ ახლოში თუ გვაძლევს სურათი მაგის საშუალებას. აი აქ აქვს ოდნავ ესეთი გადმოსაწევი რკინა, მიაწვევით ეს გადმოიწევა და თვითონ ამოვარდება ელემენტი და ძალიან მარტივადაც ჩასვავთ კიდე ახალ ელემენტს. ნუ რაც შეეხება კიდე დედაპლატას, მოდი გადავავლოთ თვალი. აქ არის ჩიპსეტები, ანუ მიკროსქემათა ნაკრები, აი ეს ერთი და ეს მეორე. რომელიც იყოფა ორ ჩიპსეტად, ჩრდილოეთ და სამხრეთ მხრიდან. ზოგ დედაპლატებს ეს გაერთიანებული აქვთ ეს ჩიპსეტები. და ნუ რას აკეთებენ ახლა ეს ჩიპსეტები, რისთვის არის განკუთვნილი? ჩრდილოეთ ჩიპსეტი, ანუ ეს ჩრდილოეთ ხიდი დაკავშირებულია პროცესორთან, ოპერატიულთან და ვიდეო კარტასთან. ხოლო სამხრეთ ჩიპსეტი დაკავშირებულია სხვა დანარჩენ კომპონენტთან, მაგალითად იგივე აი აქ საუნდ კარტასთან, იგივე ქსელის კარტასთან, აი ამ PCI Express, PCI პორტებთან და ასე შემდეგ. რას აკეთებენ ახლა ეს ჩიპსეტები? ეს ჩიპსეტები, ესე იგი, ინფორმაციის მიმოცვლას აკონტროლებენ დედაპლატაზე, რომ იქ ხმა თუ არის გაუშვან მაგალითად საუნდ კარტაში და ასე შემდეგ, ან ინფორმაცია დასამუშავებელი გაუშვან პროცესორისკენ და ასე შემდეგ. ანუ ყველა ესე მოკლედ ეს ჩიპსეტები აკონტროლებენ ინფორმაციის მიმოცვლას დედაპლატაზე. ამიტომ არის დაკავშირებული, როგორც გითხარით, ჩრდილოეთ ჩიპსეტი, რომელიც შედარებით დიდია, დედაპლატასთან, ოპერატიულთან და ვიდეო კარტასთან. ხოლო სამხრეთ ჩიპსეტი, როგორც აღნიშნეთ, სხვა დანარჩენ კომპონენტებთან. ასევე დანარჩენები უკვე აქ მოთავსებული ეს კონდენსატორები და მსგავსი რაღაცეები, რომელიც ასე ვთქვათ, ელექტროენერგიის მოძრაობას. მოკლედ საუბრობდით იმაზე, რომ ესე იგი სხვა დანარჩენი კომპონენტი, რომელიც დედაპლატაზეა მოთავსებული, ეს იქნება აი კონდენსატორები თუ სხვა მსგავსი რაღაცეები, არეგულირებს, ასე ვთქვათ, ნუ ჩიპსეტებზე ვთქვით, რომ არეგულირებს, ასე ვთქვათ, ინფორმაციის მიმოცვლას. და ნუ დანარჩენი დეტალები, ასე ვთქვათ, მე უკვე წინასწარ ტესტებსაც შევადგენთ და იქ იქნება კითხვარი მოთავსებული. უბრალოდ ერთი ვარიანტი არის ის, რომ დედაპლატები, როგორც აი ეს და მსგავსი დედაპლატები განსხვავდებიან ერთმანეთს. ვიზუალურად შეიძლება ერთი შეხედვით გავდეს ერთმანეთს, მაგრამ განსხვავდებიან იმით, რომ თუ რომელ პროცესორზე უნდა იყოს მორგებული.
ანუ არსებობს პროცესორების ორი მწარმოებელი და მას ცალკე თემაში შევეხებით, ეს არის Intel კომპანია Intel-ის პროცესორი და ასევე AMD-ს პროცესორი. ანუ როდესაც ჩვენ დედაპლატას ვყიდულობთ, უნდა ვიცოდეთ ის გათვლილი არის, ასე ვთქვათ, Intel-ის პროცესორზე თუ გათვლილი არის AMD-ს პროცესორზე. აი ეს უნდა ვიცოდეთ. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვყიდულობთ, ასე ვთქვათ, დედაპლატას, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სწორედ ეგ არის, რომ რომელ პროცესორზე მუშაობს Intel-ზე თუ AMD-ზე. და შემდეგი არის კიდევ ის, რომ რომელ სოკეტზე, ანუ ბუდე როგორი აქვს. რომელ სოკეტზე მუშაობს. ამას უკვე პროცესორების შესწავლის დროს გავეცნობთ, ანუ არის მაგალითად ძველი პროცესორები, ძველი სოკეტები 775, რომელიც დღესაც შეიძლება გვხვდებოდეს, ასე ვთქვათ. არის 1155, 1156, ესეც მოძველებული სოკეტებია. და უკვე არის 2011-ից კი ბატონო არსებობს ეგეთი სოკეტი. და თანამედროვე სოკეტებია, მაგალითად 1150, 1151 და ასე შემდეგ. მოკლედ აი ეს სოკეტები, ანუ პროცესორის ბუდე, რომელიც ერთ-ერთი განმასხვავებელი. ეს არის Intel-ის სოკეტები. არის AMD-ის სოკეტები, მაგალითად AM2, AM3, FM2, FM2+, FM3 და ესეთი დასახელება აქვს, ასე ვთქვათ, AMD-ის სოკეტებს. შემდეგ, ანუ ეს არის ძირითადი განსხვავება, მოკლედ რა, დანარჩენი უკვე რაც ჩამოვთვალეთ ჩვენ და ვისაუბრეთ, დანარჩენი უკვე შემდეგი, ასე ვთქვათ, თემაა. იმიტომ რომ პირველი როცა ჩვენ ვყიდულობთ დედაპლატას, ვთქვათ, დაგვიზიანდა ან გამოცვლა გვინდა, ან ახლის ჩანაცვლება გვინდა, პირველი უნდა განსაზღვროთ, რომელ პროცესორზე მუშაობს, Intel-ზე თუ AMD-ზე. რომელ პროცესორზე მომუშავე დედაპლატა გვინდა. ამის შემდეგ თუ ვირჩევთ, რომ გვინდა Intel-ის პროცესორზე მომუშავე დედაპლატა, უკვე ვირჩევთ, რომ რომელ სოკეტზე გვინდა. ანუ ის რიცხვები, რაც მე ჩამოვთვალეთ, ეს რიცხვები რას ნიშნავს, ამას უკვე პროცესორის ახსნის დროს გავიგებთ. მოკლედ ეს იყო მოკლე მიმოხილვა დედაპლატის შესახებ და რა თქმა უნდა, უფრო დეტალებში ამას შემდეგ ჩვენ როცა უკვე პროცესორსაც განვიხილავთ და ოპერატიულსაც, იქ ბევრი მახასიათებელი აქვს დედაპლატას. მაგალითად ის, რომ თუ გავარკვიეთ, რომ ჩვენ მუშაობს ეს რაღაც კონკრეტულ სოკეტზე, მაგალითად 1155 სოკეტზე ხო სიტყვაზე, იქ უნდა ვიცოდეთ მაგალითად პლუს აქვს ხარდაჭერა i3-ის პროცესორზე, i7-ის პროცესორზე, i9-ის პროცესორზე, ანუ არსებობს პროცესორები i-სერიის, i3, i5, i7. ნუ ეს თუ ამ სოკეტებზე გვაქვს საუბარი. ასევე რამდენ მეგაჰერცზე მუშაობს, ესეც ასე ვთქვათ, გასათვალისწინებელია, თუ რამდენ მეგაჰერცზე მუშაობს როგორც პროცესორი, მიხედვით ასევე ოპერატიულის მიხედვით, ანუ ოპერატიულსაც აქვს თავისი, ასე ვთქვათ, მეგაჰერცები და ესეც გასათვალისწინებელია და ასე შემდეგ. ანუ არის ბევრი ნიუანსი, მიკროფონები გამორთეთ მეგობრებო. არის ბევრი ნიუანსი, რის გამოც მოკლედ კიდევ გასათვალისწინებელია დედაპლატა შეძენის შემთხვევაში. მოკლედ ეს რაც შეეხებოდა, ასე ვთქვათ, დედაპლატას და ერთი კომპონენტი მოდი ჩვენ განვიხილოთ. ანუ რახან უნდა შევეხოთ ოპერაციულ სისტემებსაც, მოდი განვიხილოთ ესეთი კომპონენტი, მყარი დისკი. მყარი დისკი. ანუ აი ეს არის მყარი დისკი, ანუ იგივე მუდმივი მეხსიერება. ასე ვთქვათ, სადაც იწერება ყველა საჭირო ინფორმაცია, სადაც თავსდება ყველა საჭირო ინფორმაცია. ანუ
იგივე Windows-ის ინსტალაცია როცა ხდება, ის ხდება მყარ დისკზე. და ჩვენ ავხსენით ეს როდესაც გავხსნით My Computers, მაგალითად აი გავხსენით My Computers. აი აქ C და D დისკი, ეს არის Winchester-ის დისკები. შეიძლება იყოს გაყოფილი C, D, E, F და ასე შემდეგ. ეს E დისკი ახლა არის თვითონაც აი აქ ჩანს DVD-ზე აწერია, ანუ თვითონ დისკს ამკითხია. მაგრამ აი ეს ახლა ამ შემთხვევაში მე Winchester-ი მაქვს გაყოფილი ორ დისკად. C დისკი და D დისკი. შეიძლება გავყო კიდე რამდენადაც მინდა ასე ვთქვათ, ხო? ეს დამოკიდებულია Winchester-ის მეხსიერების მოცულობაზე. მოკლედ სწორედ აი აქ რასაც მიჩვენებს My Computer-ში აი ეს C და D დისკი, სწორედ ეს არის ეს მყარი დისკი. სადაც ასე ვთქვათ, როგორც გითხარით, მოთავსებულია ყველა ის ინფორმაცია, რაც კომპიუტერში ჩვენ გვაქვს. და პლუს Windows-ის ინსტალაციაც ხდება აი აქ მყარ დისკზე. მისი ძირითადი ასე ვთქვათ, მახასიათებლები არის მოცულობა, რომელიც იზომება გიგაბაიტებსა და ტერაბაიტებში, მაგალითად არსებობს 500 გიგაბაიტიანი, 1 ტერაბაიტიანი, 2 ტერაბაიტიანი და ასე შემდეგ. ანუ ტერაბაიტი ეს არის 1024 გიგაბაიტი. და ასევე ბრუნთა რიცხვს როცა გულისხმობ, ეს ცოტა უფრო მოძველებულ აი ამ HDD Winchester-ებზეა საუბარი. თუ დააგვირდებით, აქ არის ესეთი დისკები, მიტოქვიამს მყარი დისკი, რომელიც მისი შიგთავსი მოთავსებული არის, ან შიგნით მოთავსებულია მინის ან ლითონის ფირფიტები, ეს მაგალითად ეს ფირფიტა. პირობითად თავიღოთ, რომ ეს არის ლითონის ფირფიტა. და აქ იწერება, ასე ვთქვათ, აი აქ ხდება ინფორმაციის ჩაწერა, წაკითხვა აი ამ თავაკის მეშვეობით. ამ თავაკის მეშვეობით. და ასე ვთქვათ, აი აქ თუ თქვენ გქონიათ შემთხვევა, რომ აი კომპიუტერი ძნელად ირთვება რაღაც ჩვენ რო ვეძახით ესე ჭედავს კომპიუტერი, ხო? ეგ სწორედ შეიძლება იყოს Winchester-ის პრობლემაც, იმიტომ რომ კომპიუტერის პირდაპირ შტეფცელიდან, აი თენის წყაროდან გამორთვა არ არის რეკომენდირებული, იმიტომ რომ შეიძლება დაზიანდეს აი აქ აი ეს ფირფიტა და რატო ზიანდება და აქ ამას ჩვენ კიდე ცალკე შევეხებით, იმიტომ რომ აქ ეს ფირფიტა დახაზულია სექტორებად და სეგმენტებად, რომელიც თვალით არ ჩანს. და იმ სექტორებსა და სეგმენტებში ხდება ინფორმაციის ჩაწერა, როცა თქვენ შტეფცელიდან გამორთავთ, აი ეს თავაკი, რომელიც აი ამ დისკზე ჩაწერილ ინფორმაციას კითხულობს, ეს თავაკი არ ეხება აი ამ დისკს და პირდაპირ წყაროდან გამორთვის შემთხვევაში შეიძლება შეეხოს ამ ფირფიტას, დაფხაჭნოს, დახაზოს და აქედან გამომდინარე დახაზული ადგილიდან ინფორმაციის ჩაწერა წაკითხვა ცოტა რთულად ხდება. ასევე ჩართული ნოუთბუქის აქეთ-იქით ტარება და ქნევა, ასე ვთქვათ, არ არის რეკომენდირებული, ის გამოც ზიანდება მყარი დისკი. მოკლედ ეს არის მყარი დისკი, მაგრამ თანამედროვე მყარი დისკები უკვე იგივე პრობლემის წინაშე არ დგას, იმიტომ რომ თანამედროვე მყარ დისკებში მოთავსებულია, როგორც გითხარით, უკვე აი ეს SSD Winchester-ები, ну, Winchester-ი პირობითად თქვათ, აი ეს SSD მეხსიერება, რომელიც უკვე არა დისკებისგან, არამედ ჩიპებისგან შედგება. და რა თქმა უნდა, SSD Winchester-ი ბევრად უფრო საიმედოა ინფორმაციის შესანახად, ბევრად უფრო სწრაფია ამ SSD Winchester-ზე აწყობილი კომპიუტერი, იმიტომ რომ აქ უფრო მეტად სწრაფად ხდება ინფორმაციის ჩაწერა, წაკითხვა. და ну, ასე ვთქვათ, თანამედროვე SSD Winchester-ი ბევრად უკეთესია. ასევე არსებობს, როგორც გითხარით, SSD M2 ტიპის მეხსიერებები, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს ფაქტურად შეიძლება ითქვას სწრაფი მეხსიერებაა. აი, როგორ თავსდება SSD Winchester-ი, ესე ну, პირობითად მეხსიერება, აი ეს თანამედროვე დედა პლატებზე, სადაც უკვე აქ მოხდება ინფორმაციის ჩაწერა, წაკითხვა.
ანუ როგორც გითხარით, ესე იგი, აი ესე მეხსიერებები, აი ეს მეხსიერება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს და არის მუდმივი მეხსიერება, რომელიც კომპიუტერის სისტემურ ბლოკშია მოთავსებული და უერთდება დედაპლატას თუ M2 Winchester-ს M2 მეხსიერებას არ ვიგულისხმებთ, უერთდება ასე ვთქვათ SATA კაბელით დედაპლატაზე SATA პორტში, სადაც როგორც გითხარით ინფორმაციის ჩაწერა და მათ შორის Windows-ის ინსტალაცია ხდება. ანუ ოპერაციული სისტემის, ახლა არა მარტო Windows-ის, არამედ ოპერაციული სისტემის, ეს იქნება Windows-ი, Linux-ი, iOS-ი თუ ასე შემდეგ. პლუს თანამედროვე ზოგადად პლუს სხვა სამომხმარებლო პროგრამებიც, ხო? საოფისე პროგრამები იქნება ის Word-ი, Excel-ი, გრაფიკული პროგრამები იქნება ის Photoshop-ი, Corel-ი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველა პროგრამის ინსტალაცია, ჩაწერა ხდება აი ამ მყარ დისკზე. და შემდეგში ჩვენ გავიცნობით უკვე ოპერაციულ სისტემებს და პლუს, რა თქმა უნდა, სხვა დანარჩენ, ასე ვთქვათ, კომპიუტერულ კომპონენტებსაც. ნუ ოპერაციული სისტემები, როგორც გითხარით, ეს არის Windows-ი, Linux-ი და ასე ვთქვათ iOS-ი და თითოეულს აქვს თავისი, ასე ვთქვათ, ოჯახი. აი მაგალითად Windows-ის ოჯახი, ეს არის Windows, თავიდან იყო მაგალითად Windows XP, ნუ მანამდე, რა თქმა უნდა, ხა Windows თუ ოპერაციული სისტემების მიმოხილვას დავიწყებთ. რაღაცა იყო მგონი თუ რაღაც ეგეთი ციფრები. Windows მაგალითად 95, ანუ 95 წელში გამოსული, მერე Windows 98, შემდეგ Windows 2000 და ასე შემდეგ რა, ანუ რა თქმა უნდა განვითარების ეტაპები კიდევ ერთხელ გეუბნებით, რა თქმა უნდა გავლო როგორც კომპიუტერმა, როგორც ჩვენ აღვწერეთ, ისე გავლო განვითარების ეტაპები ოპერაციულმა სისტემებმაც, ხო? აი მაგალითად Windows 95-ის ვიზუალური მხარე იყო ესეთი, ხო? ეს არის Windows, ეს არის კომპანია Microsoft-ის პროდუქტი და ნუ ესეთი ვიზუალური მხარე ჰქონდა Windows 95-ს, ხო? შემდეგ 98, როგორც გითხარით, 2000, მერე იყო XP, რომელიც აი მართლა დიდხანს იყო, ასე ვთქვათ, ბაზარზე და მართლა აი დიდხანს შეუცვლელად იყო XP, შეიძლება ესე ვისთან ხო არის, ვისთან მგონი. მერე ჩაანაცვლა უკვე მერე გამოვიდა Vista, რომელიც ძალიან ცოტა ხანს იყო და რატომღაც ვერ მოიკიდა ფეხი ბაზარზე და ისევ Windows 7-იც გამოვიდა ამავე პერიოდში მალევე და უკვე Windows 7-იც მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ პოპულარულია და საკმაოდ დიდხანს იყო ბაზარზე Windows 7 და დღესაც რა თქმა უნდა, ნუ აქვს თავისი შეზღუდვები, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ასე ვთქვათ, აქტიურია დღეს Windows 7 და ნუ რა თქმა უნდა, მერე უკვე გამოვიდა Windows 8, 8.1, რომელიც უფრო სხვა მიმართულებისთვის იყო, მაგალითად აი უფრო ნოუთბუქების, რომელიც აი touch-იან ეს თითებით სამუშაო ეკრანზე იყო მორგებული, მაინც შეიძლება ესე თქვას, იმიტომ რომ თავისი ინტერფეისით ახლა Windows 8-ს იცით თქვენ, რომ სტარტის ღილაკი, აი ესეთი სტარტის ღილაკი არ ჰქონდა, მერე ჩაამატეს Windows 8.1-ში და დღეს უკვე, როგორც გითხარით, არის Windows 10 და რა თქმა უნდა, საკმაოდ პოპულარულია Windows 10 უკვე და თითქმის ყველა თანამედროვე ბოლო თაობის კომპიუტერებში უკვე მორგებული არის Windows 10. ანუ ყველა ოპერაციული სისტემა აქ აღნიშნული და დღეს უკვე Windows 10-ზე გვაქვს საუბარი, თავის ასე ვთქვათ რესურსებს ითხოვს კომპიუტერში. იმიტომ რომ ნუ იქ ოპერატიული მეხსიერება
4 გიგაბაიტიდან ზევით მაინც უნდა იყოს. პროცესორიც რა თქმა უნდა, შეიძლება Windows 10 დავაყენოთ ძველი მაგალითად 775 სოკეტზეც, მაგრამ იქ ორ ბირთვიანი Core 2 Duos პროცესორი მაინც უნდა იყენოს და ასე შემდეგ. ანუ თავისი მოთხოვნები აქვს, ასე ვთქვათ, ყველა ოპერაციულ სისტემას. რატო? იმიტომ რომ გრაფიკული ეს გარსი და ასე ვთქვათ, ზოგადად ინტერფეისი უფრო მაღალ დონეზეა, იქ ჩაშენებული არის სხვა დამატებითი პროგრამები და რა თქმა უნდა მეტი რესურსი ჭირდება ვიდრე Windows 7. მოკლედ რაც შეეხება აი ამ კიდევ ერთხელ აღნიშნავ Windows-ების ოჯახს, უფრო აქტიური ასე ვთქვათ და მოხმარებადი იყო Windows XP, ძალიან დიდხანს მერე მისი სერვის პაკეტები გამოვიდა, მაგალითად Service Pack 1, Service Pack 2, Service Pack 3. შეიძლება დღესაც ვინმეს ეყენოს Service Pack 3 გააჩნია მისი კომპიუტერის მონაცემებს. თუმცა რაღაცებზე შეზღუდულია და რა შეზღუდვებია ამას მერე ცალკე გავივლით კიდევ ჩვენ. Windows 7 როგორც გითხარით კიდევ ერთხელ აღნიშნავ რომ აქტიურია ძალიან და დღეს უკვე Windows 10 რა თქმა უნდა უფრო ესე ვთქვათ თანამედროვე დონეზეა აყვანილი და გარდა მაგისა, გარდა იმისა რომ აი მაგალითად რა ვთქვათ გარდა ვიზუალური მხარისა და ინტერფეისისა დიდი სხვაობა აქვს ახალ ოპერაციულ სისტემებს მაგალითად ასე ვთქვათ დაცვის მიზნით და უსაფრთხოების მიზნით ამას ცალკე კურსში მე ჩვენ უსაფრთხოებას როცა ვისწავლით იქ განვიხილავთ და პლუს თანამედროვე პროგრამები რომელიც არის მაგალითად თუნდაც გრაფიკული პროგრამები ეს Photoshop-ი 2020 წლის და ასე შემდეგ მხოლოდ Windows 10-ის მხარდაჭერა აქვს და ეს ნიუანსები არის რომელსაც კიდევ უფრო დეტალებში გავივლით მე ჩვენ შემდგომ გაკვეთილებზე. ასევე Linux-საც თავისი ოჯახი აქვს მაგალითად იქ Ubuntu, რაღაცა Kali Linux-ი და მთელი განხრები აქვს და ასევე iOS-საც თავისი განსხვავებები აქვს, ასე ვთქვათ და თავისი აი თუნდაც ახლა ნახოთ სიმართლე გითხრათ სახელები ზეპირად აღარც მახსოვს ეს არის ახლა რასაც ჩვენ ვნახოთ მობილური ოპერაციული სისტემები თავისთავად მაგრამ კიდევ ერთხელ აღნიშნავ აი შემდეგ ფოტოებზე გაჩვენებთ შემდეგ გაკვეთილებზე ამ iOS-საც ანუ Mac-საც კიდევ ერთხელ აღნიშნავ თავისი აი მაგალითად ახლა აი აქ ნახოთ აი აქ ჩავწეროთ ხო აი მოჯავეო თუ რაღაც ეგეთ ბევრია რა აი კატალინა კი ბატონო დღეს ბოლო თაობის ბოლო ოპერაციული სისტემა iOS-ში არის კატალინა მანამდე იყო რაღაც ელ კაპიტანი იყო მაგალითად ბევრი აი მოჯავი ესეთი ოპერაციული სისტემა აქვს რა ანუ ბევრი ვარიანტია ეს უფრო წინა წლის არის კატალინაზე უფრო წინა ვერსიაა და ასე შემდეგ რა ანუ მქონია მეც შეხება რა თქმა უნდა მეც ჩემს კომპიუტერში მიყენია მაგალითად კატალინა და პლუს ვთქვათ Windows-ი ორივე ამას ჩვენ ვისწავლით მე როგორ როგორ Linux. ხო, შეიძლება ორი ოპერაციული სისტემა სამი დააყენო, მაგასაც ჩვენ გავივლით მე როცა პრაქტიკული შეხვედრები გვექნება და ასე შემდეგ რა. აი მაგალითად ახლა ესეც ესეთი მაგის ოპერაციული სისტემაა, აი ეს ასე Big Sur, ესეთი. ანუ ბევრი ვარიანტია. თქვენ რომ ნახოთ Linux-ზე, აი ძალიან უამრავი რა ვიცი ერთი 100-მდე მაინც ვარიანტი აქვს რა, იმიტომ რომ სხვადასხვა რაღაცეებისთვის გამოიყენება რა. მე ჩვენ რო გადავალთ უსაფრთხოებაზე Kali Linux გავივლით იქ და იქ აბსოლუტურად სხვა თემაა რა. ანუ Kali Linux-ში მაგალითად როგორც აი აქ გრაფიკულად ჩვენ ესე მაუსით მუშაობთ, იქ ბრძანებებით უნდა იმუშაო რა და ეგ ვარიანტია რა. მოკლედ
აი რაც მინდოდა ესე მოკლედ მეთქვა ამ ოპერაციულ სისტემებზე ძირითადად აი ეს ვარიანტები და პლუს მობილური ოპერაციული სისტემები, როგორც გითხარით, ეს არის Android-ი და პლუს Apple-ის მობილურებზე თავისი ოპერაციული სისტემები აქვს. მოკლედ მეგობრებო, ესეთი მოკლე მიმოხილვა გავაკეთოთ დღეს. მას ერთი კითხვა. კი ბატონო, რამდენიც გინდა. სხვა თემაზე, ანუ